იმედის თანამშრომელი შაკო ნათენაძე არსებული ინფორმაციით ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მთავარი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არქვევს. განაწყალმა წაიღო ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იჯდა, გვიან ღამით მტკვარში გადავარდა. მაშველებმა ერთი მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და იგეგმება მტკვის კალაპოტში წყლის დონის შემცირება. ხალების პასუხი მოძალადეს. გასულ ღამეს აქტივისტებმა გიორგი შინჯიკაშვილის მამის სახლს კვერცხები ესროლეს. ცნობისთვის ორშაბათს TV1-ის გადამღებ გუნდს გიორგი შინჯიკაშვილის მამა თავს დაესხა. სასწრაფომ ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაიყვანა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მე-17 პაკეტზე შეთანხმდა. ინფორმაციას კიევ ინდეპენდენტი ევროკავშირის მაღალ ჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეზღუდვებს 20 მაისს დაამტკიცებენ. ევროსკოპის ინფორმაციით ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები 26 მაისს თბილისში ჩამოვლენ.